მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ნიკოლოზ ღაჭავა მე-9 სართულიდან გადმოვარდა, თუმცა მას სხეულზე მხოლოდ მცირე ნაკაწრები აქვს. შემთხვევა გლდანის რაიონში მოხდა. 6 წლის ბავშვი სახლში მარტო იყო. ის ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც გადავარდა და სარეცხ თოკს ჩამოეკიდა. მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვი სარეცხი თოკის შემდეგ კორპუსთან მდებარე ნაძვმაში აკავა, საბოლოოდ კი ის მეორე სართულზე ნაგებობის მიშენებულ ნაწილზე დაეცა. თუმცა მანამდე მეზობელმა მის გადასარჩენად ლეიბის დაფენა მოასწრო. ნიკოლოზ ღაჭავას კიდევ 2 პატარა ძმა ჰყავს. ოჯახის სოციალურად დაუცველია, ისინი ქირით ცხოვრობენ. ნიკოლოზი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხელი მეკიდა ასე და ერთი ხელი მესვებოდა, ესე მეკიდა და რო გამესვა მასივე ჩამოვარდი. უკვე იმაზე ვიყავი დაცემული პრობლემებს. ყავს 3 შვილი, 2 ბაღში დადის და 1 სკოლაში, მაგრამ ნიკა ყავდა სახლში და რო დაუბრუნდი, უკვე ბავშვი ჩამოვარდნილი იყო. ერთადერთი ის მოხდა, არც მეგონა რომ ცოცხალი იყო, სანამ ჩემი საკუთარი თვალებით არ ვნახე. ფაქტობრივად არანაირი იმედი არ არსებობდა. უკვე არავის არ ჯერა რომ ეს ბავშვი ცოცხალია, მაგრამ თავი ღვთის წყალობით მართლა გადარჩა და რისთვისაც ეხლა მე ძალიან დიდ მადლობას ვწირ. მივედი პანჯარასა და მომიკოს, გამი შევიდგიო. ეს გამი შევიდგიო და გავაღე პანჯარა გამოვაღეო და ვიხედებოდი პანჯიდარ და გადავიწიო, გამი დამისურდაო. ხო და გადავარდიო. მე არ მახსოვს ამ პროცესის შემდეგ არ მახსოვს უკვე აღარაფერია. 9 სართულზე ჩამოკიდებული იყო ბავშვი. აიღო მე ერთადერთი რა იყო საშუალება, ლები აიღო, დაუფინა ძირს და რა უკვე გადმოვიდა, რომ შემდგომ მეორელები წაიღო, უკვე ვარნის ხმა ისმოდა და ჩამოვარდა ბავშვი. პერიოდულად ეს შემთხვევა ჩატახდება, საუბედუროდ უფრო ხშირად თავდება ამ ხელასე მაღალდამალო დაღუპვით, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი გადარჩა, მაგრამ მას დაჭირდა რამდენიმე მძიმე ჩარევა, როგორც მუცლის ღრუზე, ასევე თავის ქალაზე.